თქვენ მივესალმებით მაყურებელს, რისი თქვენ დამასწარით, რისი თქმაც მინდოდა, როდესაც კითხვაში ძალიან სწორად აღნიშნეთ შიდა გარჩევების თემა. და ჩემი პასუხიც პრინციპში ეს არის, ანუ რა თქმა უნდა სანქციები რომ მუშაობს ამაზე ორი აზრი საერთოდ არ არსებობს და რა თქმა უნდა სანქციები რომ აწუხებთ და მათთვის ეს დიდი დისკომფორტია რა თქმა უნდა იტყვის ქართული ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რატომ აკეთებს ამას თქვენი კითხვა რაც არის? იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ეხლა მან გადაწყვიტა გასუფთავდეს, გაკრისტალდეს, გაუმჯობესდეს, ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს. ამიტომ კი არ იშორებს ამ ხალხს. ამ ხალხს იმიტომ იშორებს, რაც ეხლა თქვენ თქვით თავად. იმიტომ იშორებს, რომ შიგნით აქვს დაპირისპირება და ეს გარჩევები, რასაც ეხლა უყურებთ, აბსოლუტურად კრიმინალური გარჩევები არის დაკავშირებული პირდაპირ ამასთან, რომ ამ ხალხს ფაქტობრივად უმრავლესობას ამ ადამიანების აქვს სახელმწიფოსგან, ანუ ხალხის ფული, დიდი რაოდენობით ხალხის ფული მოპარული და აქ არ არის 1-2 მილიონზე საუბარი, ხო, აქ არის ასობით მილიონზე საუბარი და ნაცვლად იმისა, წარმოიდგინეთ, ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას, სასამართლო გზით წავიდნენ, სამართლებრივი გზით წავიდნენ, ქურდულად არჩევენ ამ საქმეებს და ეს ფული რომ დაუშვათ, რომ დაბრუნდეს, ქურდულად გარჩეული გზით დაბრუნებული ფული სად უნდა დაბრუნდეს დიდი ბოდიში? ანუ ხალხს ახლა თუ გონია რომ ოცნება კორუფციას ებრძვის, რაც არის როგორც ჩანს მათი უკვე დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. რა თქმა უნდა, ესეც არის მორიგი პროპაგანდისტული მხოლოდ პროპაგანდისტული ტყუილი და რა თქმა უნდა ოცნება არანაირად არაპირებს კორუფციასთან ბრძოლას. მათთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ ივანიშვილთან ერთად მისი გარემოცვის დასანქცირება იქნებოდა ეფექტური, რადგან ეს სისტემას უფრო მოწყვლაც გახდიდა და მისი დაშლა თუ რაღაც დასუსტება ამ გზით იყო უფრო ასე ვთქვათ პერსპექტიული. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ თემაზე ეს ასეა, თქვენ რომ ეს ასეა, მაგრამ მაგალითად მოსამართლე დასანქცირდება თუ თავოვანი დასანქცირდება ეს ასეა სისტემას რა სანქციები რომ მუშაობს ფაქტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როდესაც ჩვენ საუბრობთ, გიორგიც ამბობდა აბსოლუტურად სწორად, რომ ოცნება, მე ხარ ჩვენ რამდენიმე კვირის ჯერ კიდევ რომ ავტოკრატიისკენ მიდის, სად მიდის? ავტოკრატიაში ვართ უკვე გამართულ ავტორიტარიზმში, ვართ დღეს ეს მოცემულობა, ხო? ასე აფასებს 17 სახელმწიფო. ასე აფასებს და ასეა. და შესაბამისად, ეხლა ეს ავტორიტარიზმი, მოდი კარგად კიდევ ერთხელ განვმარტოთ რა. ავტორიტარიზმი ისეთ რას ნიშნავს? ავტორიტარულ ქვეყნებში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი არსებობს. ადამიანები შეცდომაში არ უნდა შევიდნენ, არ უნდა იფიქრონ, რომ საერთოდ არაფერი, ყველაფერი არსებობს, პარლამენტიც არსებობს, სასამართლოც არსებობს, სახალხო დამცველიც არსებობს, ანტიკორუფციული რაღაცა ბიუროც არსებობს. ყველაფერი არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურია. მხოლოდ ფორმალურად და მოჩვენებითად და ამ გზით მიდის ივანიშვილი, ამ გზით მიდის ქართული ოცნება. რეალურად ისინი რასაც აკეთებენ, ამას ყველაფერს აკეთებენ მოჩვენებითად. კიდევ ვიმეორებ, ანუ დასანქცირებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლება, იმიტომ კი არ მოხდა, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეს ისინი პატიოსანი ჩინოვნიკები გახდნენ და სამართლიანად ემსახურონ ქართულ ხალხს. არა, აი ეს მხოლოდ და მხოლოდ შიდა დაპირისპირების და ასე ვთქვათ, ძალთა გადანაწილების და ინტერესების გადანაწილების გამო მოხდა. აი თქვენი აზრი